ხშირად გაგიგონიათ ალბათ ოროსანი ათეისტებისგან ეს კითხვა, ღმერთმა თუ ყველაფერი შექმნა, მაშინ ღმერთი ვინ შექმნა? მეგობრებო, ეს არის ელემენტარული საკითხი მეტაფიზიკაში, ეს თუ არ გესმის, შენთვის საერთოდ არ არის ლოგიკური მსჯელობა. ეხლა ვიტყვი არგუმენტს იმის დასამტკიცებლად, რომ პირველ მიზეზი ყველა ვარიანტში არის მარადიული, უსასრულო, ანუ არასდროს არ დაუწყია არსებობა, ეგ არის შეუძლებელი. და ვიცი, რომ ზოგადად ეს ოროსანი ათეისტები ბოლომდე არც უყურებთ ხოლმე ვიდეოს, ისე აკომენტარებთ, ამიტომ იმისთვის, რომ მოტივაცია მოხდეთ, რომ ჯერ ბოლომდე უყუროთ ვიდეოს და მერე დააკომენტაროთ, ამიტომ გეუბნებით ესეთ რაღაცას. რომ ეხლა რა არგუმენტსაც ვიტყვი, ამას თუ ვინმე გააბათილებს ლოგიკურად, დედასუფიცა ვარ, 500 ლარს მივცემ მე პირადად. ჩაიწერეთ არგუმენტი, პირველი პრემისი, არსებობა არსებობს. მეორე პრემისი, არარსებობა არ არსებობს. მესამე პრემისი, არარსებობიდან არსებობა ვერასდროს ვერ გამოვა. დასკვნა, არსებობა ყოველთვის არსებობდა. არსებობა, რომელიც ყოველთვის არსებობდა, ამას ვეძახით ჩვენ ღმერთს. და ახლა კიდე თუ დასვამ კითხვას, აბა ის თვითონ ვინ შექმნა? უკვე ვერ ხვდები პროპოზიციას, რომ არსებობა ყოველთვის არსებობდა. ამას უწოდებ ჩვენ ღმერთს და რადგან ყოველთვის არსებობდა, ეს ნიშნავს, რომ მას არ ყავს გამომწვევი მიზეზი. ხო, და ერთ რამესაც გეტყვით ისე მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე, რომ იცოდეთ მომავალში, რომ მაგალითად მე რომ ვიმსჯელო ყოფითი გაგებით რა არის ჩემი გამომწვევი მიზეზი და რა ვთქვა, რომ ჩემი მშობლები. მაგრამ ეს არ არის საბოლოო პასუხი, იმიტომ რომ იმათ კიდე თავისი მშობლები ყავთ, იმათ თავისი და ასე შემდეგ, ხო? მერე კიდე საერთოდ ის პერიოდი მოდის, საერთოდ ადამიანი რო არ იყო და ასე შემდეგ. ანუ ეს მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი სადღაც უნდა დამთავრდეს. სადღაც უნდა იყოს ისეთი მიზეზი, რომელსაც თავად მიზეზი უკან აღარ ყავს. იმიტომ რომ ეს თუ ასე არ არის და მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი უსასრულოა, მე ვერ ვიარსებებდი. იმიტომ რომ მაშინ გამოდის, რომ ჩემამდე მოსასვლელად უსასრულო რაოდენობის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი უნდა გასულიყო. როგორც მაგალითად მე რო ვთქვა, რომ სადღაც კონკრეტულ ადგილამდე რომ მივიდე, უნდა გავიარო უსასრულო რაოდენობის ნაბიჯები. ხო, იმ ადგილამდე ვერასდროს ვერ მივალ. ანალოგიურად მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აუცილებელია, რომ დამთავრდეს ისეთ მიზეზზე, რომელსაც თავად უკან მიზეზი აღარ ყავს, არამედ ყოველთვის იყო თვითონ და მას არ ყავს არანაირი მიზეზი. ასე რომ იმედი მაქვს გაეცა ამ კითხვას პასუხი, როგორ არსებობდა ღმერთი ყოველთვის და მესამე კლასის ლოგიკიდან გადავალთ ცოტა სერიოზულ საკითხებზე.